მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია არაფერი ჩამიწერია ესეთი ვიდეოები და აი ახლა მინდა ესე გაგახაროთ და ნახეთ პრინციპში ესეთი ტიპის ესეთ ნახევარმთვარეზე ძახიან ამ ასეთ ჩანთას. აი ფორმა როგორია. ძალიან კარგი ფორმა გამოვიდა, ცოტა მოდიფიკაცია გავაკეთე ბოლო რიგებში. ვიდრე აი არის ინტერნეტში სხვადასხვა ესენი წესებით, აი აქ მატებები ხდება და მის მიხედვით როგორ აკეთებ თქვენ, როგორ მიყვებით, ცოტა ოდნავ შეიძლება ფორმა განსხვავებული გამოგივიდეთ. აი მე ესეთი გამომივიდა ახლა გარკვეულ ასე იგი რიგამდე მიყვებოდი იმ ინსტრუქციას, მე შევცვალე, ცოტა ესეთი დიდი ზომის მინდოდა ოდნავ. ახლა ზომებს გეტყვით. ამისთვის დაგჭირდება თქვენ აი ესეთი რკინის რგოლები, ან შეგიძლიათ ხის რგოლიც გამოიყენოთ პრინციპში, ეს სახე ესეთი გადასაკიდებელი ხელზე მაჯაზე. აი ესე თუ გაზომავთ, ახლა აქ გაითვალისწინეთ, აი ბოლო აი ესეთი ადგილია, რომელიც უფრო აი სისქეს აძლევს ჩანთას, ანუ თვითონ ჩანთა აი სიგანეში, ხო არ ვიცი სად გავზომო, ყველაზე დიდ სიგანეს ესე ავიღებ, ესე 25 სანტიმეტრია 25 აი ესე აი აქ თუ გავზომავთ აქაც ასევე ნახეთ აი ეს რაღაც ერთი ბოლო რიგი არის სისქისთვის ამიტომ იმას არ ჩავთვლი აქ 13 სანტიმეტრია აი ეს ადგილი ნუ ეს უკვე ხა თქვენ რგოლზეა დამოკიდებული რა სიმაღლეზე გაავა და აი აქედან შემიძლია გითხრათ კიდევ აი ძირამდე აქ არის აი თუ მოღუნვის ადგილს არ ჩავთვლით ხო ძირის ადგილს არის 21 სანტიმეტრი აი ესეთი ზომებია აქვს საკმაოდ კარგი ზომის ჩანთაა და დიდი ხანია მინდოდა ესეთი მომრგვალებული ფორმის ჩანთა აქ შეგიძლიათ აი გვერდებზე მე გავუკეთოთ ასევე მხარზე გადასაკიდიც თუმცა არ ვიცი ხა მე ჯეჯობით არ ვაპირებ მაგრამ მე თუ ყოველთვის შეიძლება აქ იცით ხო ესეთი რგოლის შესმა აქ ცხვირო იღება და არ არის პრობლემა შეგიძლიათ მოხსნათ როცა არ გინდათ კარგით აი აქ დავამთავრე ახლა მე და ამ ძაფით ახლა საკმაოდ მომრჩა ესეთი ძაფი ნახეთ აი ორი გორგალი შევიძინე აი ესეთი გორგალებია გაჩვენებთ მაგის იარლიხს და აი ერთი გორგალი ვიხმარე და ეს მომრჩა და ამითი აქ მე ჩავკერავა ესე ანუ არ მოვჭრი თუმცა მეორე ნაწილზე მოგვიწევს მოჭრა ხო ერთი ის არის ჩაკერვა საჭირო მხოლოდ შეგიძლიათ ისეთი ჩამკეტი გამოიყენოთ აი ამ ადგილას მაგრამ არ ვიცი თუ საჭირო გახდა აი აქ შეიძლება ამ ჩამკეტის ერთი მაგიტორი ჩამკეტის გამოყენება ეხლა ეს მეორე რგოლი რა თქმა უნდა ამაზე უკვე მოგხსოვთ მაგრამ ეხლა მაგ გაჩვენებ თვითონ ძაფს ძაფის მონაცემები ესეთი გვაქვს და აი ეს ნახზე აქ უწერიათ აქ ძალიან რთულად ჩანს 8 მილიმეტრი მეჩვენება რომ უწერიათ მაგრამ მე ვიღებ 4.5 მილიმეტრს აი ესეთ ზომას აი ეს რაც გამოგადგებათ აი ესე შეგიძლიათ არ არის აუცილებელი ამ ფირმის და ესეთი ეს იყოს უბრალოდ სისქეს მაინც მე ვფიქრობ რომ აქ ნიშნობა რომ ასეთი ზომის თუ გინდათ რომ ჩანთა გამოგივიდეთ ცოტას დავშორდები და აი ესეთი ახალ გორგალს ავიღებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის პატარა რაც დარჩა არ იქნება საკმარის აი ესე ეხლა ესე იგი ამ მოგსოვას ვიწყებთ აი ამ რგოლის გარშემო აი ესეთნაირად კარგით ამას გადავდებ რომ არ შეგვიშალოს ხელი და ვიწყებთ გორგალზე პროსტად ამ რგოლზე თვლების აკრეფვას ესე იგი აქ ჩვენ დაგვჭირდება 31 თვალი ესე იგი ეს ახლა შეერთების ადგილი მინდა რომ დაფარო როგორმე აი ესე დაიკავეთ ჯობია და აი ესე გამოიტანთ ძაფს აი ეს თითქოს თვალი გამოიტანეთ ხო ეს ძაფის ბოლო შეგიძლიათ უბრალოდ დამალოთ აი მაქსიმალურად ესე ნით ამას მოვჭრი კიდევ ესე სასურველია მოწვათ ეს
ესეთი სრიალა ძაფია. შეგიძლიათ ტრიკოტაჟული ძაფითაც მოგზოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. უბრალოდ სისქე სასურველია რომ 3 მმ და ცოტა მეტიც, აი ესე კარგი იქნება. ეხლა მოდით მე ამ ძაფის ბოლოს ზემოდან მოვახვედრებ და ესე გამოვიტან ესე იგი, ხო? აი ესე ერთი ესეთი თითქოს თავისუფალი თვალი ამოვიყვანე, მაგრამ ეს ჯერ თვალი არ არის, ნახეთ. აი ეს. ახლა კიდევ აი ესე, აი ეს როგორ მიკავე ხედავთ. აი ესე, აი ახლა იქნება პირველი თვალი, ნახეთ. 1. აქ შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ. აი ეს მაინც რომ შეამჩნიოთ. აი ეს. ანუ ხა თვლები ნამატის გარეშე უნდა მოგსოვოთ 31 თვალი ჯამში. ესე. ხედავთ ხო? აი 2 თვალი მაქვს ახლა. თან ამ ძაფს ვაყოლებ ესე, არ გამოჩდება. 3. ესე. 4. ესე მიყევით. სიყაისნაღი როგორც გითხარით, გაჩვენეთ მართალია. მოდით გაჩვენება. აი ეს 4.5 მმ-ია ზომა. აი ესე აკრიფეთ ახლა, აი ესე ამ რგოლის გარშემო 31 თვალი ნამატის გარეშე. აი ეს ნახეთ, ნაკსოვი მაქვს ახლა 31 თვალი ნამატის გარეშე. აი ნიშნული ის ჩათვლით, ხო? აი აქ მოვედით. ეხლა ჩვენ უნდა მოვტრიალდეთ, აქეთ მეორე მხარეს წამოვყვეთ, ანუ ხვდებით ესე ვივლით, ხო? აქეთ იქით. ამისთვის მოგსოვთ ერთ თავისუფალ თვალს. მოვტრიალდებით. გამოვტოვებთ პირველ თვალს, ანუ ხედავთ ხო, თავისუფალი თვალის შემდეგ კიდევ მეორე თვალი როა. აი მას გამოვტოვებთ. აი ამას გამოვტოვებთ და აი აქ უკანა კედელში შედიხართ და ამოყავს თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა ასე მოგხსოვთ ჩვენ 6 თვალს, ეს ერთი თვალია, ხო? აქაც მოდით მე გავაკეთებ ნიშნულს. პირველ თვალზე გავაკეთებ ყოველთვის და კიდევ რაღაც თვლებზე, სადაც მნიშვნელოვანი მატებები ან ესე იგი შესამჩნევად რომ იყოს ის თვლები. ესე იგი ერთი მოგხსოვე, ისე უკანა კედელში ვხსოვთ. მეორე. ეხლა ეს რიგი იქნება უკანა კედელში შესვლით. შემდეგ უკვე ცოტა განსხვავებულად ერთ-ერთ ჩანთაზე მაქვს ნაკსოვი ისე და აი ესეთნაირად მოგხსოვთ. აი ესე იგი, აი ესე 3 თვალი. 4 5 და 6. მოდით 1 2 3 4 5 და კიდევ 1. 6. აი უკანა კედელში შევედი სულ აი ესეთნაირად. ეხლა ამ 6 თვალის შემდეგ ვაკეთებთ მატებას, ანუ მე-7 თვალში. აი აქ ისე უკანა კედელში. 1 და იგივე თვალიდან მეორე. აი ესე მატება გავაკეთეთ ეხლა აქ. ეხლა აქ ჩვენ რახან მატება გავაკეთეთ. შემდეგ რიგს როცა მოგხსოვთ, ნახეთ, ალბათ თუ გაიხსენებთ, ესე თეთრი ფერის ჩანთა მქონდა მოგხსოვილი, ესეთი სახელურით იყო და ესეთი უზორი მქონდა გამოყენებული, ნახეთ. აი როცა უღმა რიგში გადიხართ, აი აქ რო გხსოვთ, აქ თქვენ აკეთებთ, ალბათ თუ გაიხსენებთ, აი აქ შედიხართ და აი აქ. აი ესე უნდა გააერთიანოთ ორი ესეთი კედელი. წინა რიგის, ამ რიგის და წინა რიგის. აი ეს სულ ასე ვხსოვთ და ეხლა იმის გამო რომ ერთი თვალიდან ამოვიყვანე ორი თვალი აი ამ რიგში, ხო? აი ესე რომ შეხედოთ უკვე შემდეგ რიგში უკვე აი ეს აქ რომ მოვხსოვ, აი ეს და აი ეს ერთად იქნება და ასევე აი მეორე თვალი, ხო, რომელიც იგივე თვალიდან ამოვიყვანე, ერთად იქნება. ამიტომ აი აქ ჩვენ გვჭირდება ნიშნული, რომ ეს ვიცნოთ ჩვენ. ეხლა კი გაჩვენეთ, მაგრამ მე შეიძლება ვერ ვიცნოთ კარგად, ამიტომ
ესე იგი პირველი რომელიც შეგხვდებათ, იქნება აი უგნია რომ წამოვალთ ეს, ხო? ან მეორე თვალზე გავაკეთებ ნიშნულს. ნუ შეიძლება და პირველ თვალზე უბრალოდ დაიმახსოვრეთ რომელი და რომელი. ესე იგი აქ პირველი რო შემხვდება, აი ეს და შემდეგი ეს ორი თვალი ამოვა ერთი და იგივე ესე იგი წინა რიგის კედლიდან. კარგით, აი ესე იგი მეორე თვალზე გავაკეთე ნიშნული, აქ ერთი თვალიდან ორი რო ამოვიყვანე. ეხლა ჩვენ მოგხსოვთ კიდევ მომდევნო თვალში, ისე უკანა კედელში, ერთი, აი ესე, თვალი ნამატის გარეშე. და შემდეგ თვალში ისევ მატებას გავაკეთებ. აქაც იგივე რაღაცა გვექნება გასაკეთებელი. ერთი და ორი. ესე იგი, აი ამ მეორე თვალზე გავაკეთებ აქ ნიშნულს, ასევე როგორც პირველ შემთხვევაში გავაკეთე, ხო? აი ეს. აი ეს. ესე იგი, ეს თვალი და მომდევნო თვალი შემდეგ რიგში აი ეს აქედან რო წამოვალ, ხო? აი ესეთი რაღაც უნდა მოგხსოვთ. აი აქ შევალ და აი აქ. მერე აი აქ და ისევ აი აქ. აი ამისთვის გვჭირდება ეს ნიშნულები. მედი რომ კარგად ჩანს ახლა ფოკუსი. ხანდახან იკარგება ხოლმე. კარგით, ვაგრძელებთ, ხო? ეხლა ჩვენ მოგხსოვთ 11 თვალს, აი ესე გადაბმულად ნამატის გარეშე, თითო თვალში თითო თვალი. ისე უკანა კედელში ნახეთ აი შემდეგი თვალი. ესე გადათვალეთ 1 2 3 4 ეხა პირველი რიგი ცოტა მჭიდროდ მოგხსოვე, იმიტომ რომ უფრო ლამაზად ზის ხოლმე რგოლზე და ამიტომ ეხა ცოტა შესვლა ჭირს და მე არ არის საჭირო მოჭიმვა, ესე თავისუფლად ჩვეულებრივად ნორმალური მოჭიმვით გსოვეთ. პირველი აი ეს რგოლის გარშემო სასურველია რომ კარგად იჭდეს ეს თვლები არ იყოს ესეთი სწორმასწორო. მოდით გადავთვლი, ხო? ესე იგი ნიშნულის შემდეგ, ნიშნული არის აი სადაც მატება იყო, ხო? მერე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და კიდევ 11. ეხლა ეს მე-11. ეხლა ისე უნდა გავაკეთო მატება აქ 1 და 2. აქაც ესე იგი მეორეზე გავაკეთებ, ხო? მეორე თვალზე. სხვა ფერის აქაც ესე. აი ესე. ეხლა 1 მომდევნო თვალში, აი ესე უკანა კედელში ხო, როგორც მანამდე ვაკეთეთ. 1 თვალი ნამატის გარშე და მომდევნო თვალში ისე მატება. 1 და 2. აი ეს. აქაც მეორე თვალზე გავაკეთებ ნიშნულს. ეხლა სულ რო არ ავაჭრელო, აბა სხვა ფერის თუ ნახე. აქაც ესე მწვანე გავაკეთოთ. კარგით, აი ესე. ეხლა აქ ჩვენ უნდა გქონდეს 6 თვალი, 1 2 3 4 5 6 პლუს 1, რომელსაც აი თავიდან გახსოვთ აქ რო გამოვტოვეთ. ანუ გადავახტით 1 ხო, skip გავაკეთეთ, გამოვტოვეთ 1 თვალი. აქაც ასევე უნდა გავაკეთოთ და ნახეთ, ეხლა წესით აქ ჩვენ მოგვექსოვა 6 და პრინციპში შეგვეძლო მოტრიალებულიყავით, მაგრამ ამ ნაკსოვში ესეა, რომ მოგეთ მე-6 და აი ბოლო თვალს ხო ერთად ამოვიყვანთ და თითქოს მოკლება ასეთი გამოვა კიდეც. მოგეთ, ну სხვა წესით შეიძლება აი ეს გააკეთდეს. კარგით, ესე იგი აქ მივყვებით მომდევნო თვალში 1 2 3 4 5 და აი მე-6. ახლა მე-6 და ბოლო თვალი, ანუ მე-7 კიდევ, ხო, მაგრამ სინულში 6 როგორც აქ ქონდა, ხო, 6 მოგხსოვე, მაგრამ აქ 1 გამოვტოვე. აი ეს 1 გამოტოვებულის როლში ნახეთ, ახლა ეს ჯერ მე-6-ზე ვარ, აი ესე. და აი ეს ნიშნული, ხო, ბოლო თვალის. აქ ამოვიყვანთ ასევე, აი ნახეთ, თითქოს მოკლება გაკეთდა. აი ეს ერთად. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი და მოტრიალდით. აი ესეთი წესით იქცევა, მოკლედ. კარგით. ეს მოტრიალების ბიჯის თვალი არის, ხო? ერთი რაც მოგხსოვე ხა ბოლოს.
კარგით, ესე იგი ბიჯის თვალი, ეხლა ისევ უნდა გამოტოვოთ, აი აქ. ესე იგი ბიჯის თვალი არ ითვლება, აი შემდეგ ეს უნდა გამოტოვოთ და აი აქ უკანა კედელი და ეხლა როგორც გითხარით, ნახეთ, აი ესე დაიკავეთ და აი სადაც უწევს, ხო, აი წინა რიგის ძაფიც, აი ესე. მე თავისთავად მიხვდებით, სად უნდა შეხვიდეთ. ეს არის ესე ვთქვათ უკუღმა რიგი და აი ესე აქ გავაკეთოთ ნიშნული. აქ პრინციპში გადათვლა აღარ გჭირდებათ, უბრალოდ ასე გსოთ, სანამ არ მიხვალთ ხოლმე ნიშნულებთან, რომ იქ მის გამო რომ ერთი თვალიდან ორი გამოვიყვანე, ხოლმე ესე ცოტა ისე განსხვავებულად შევალთ ქვედა რიგში. ესე იგი, აი ესე ამოვიყვანე. შემდეგი ეს თავისი მოპირდაპირე. ეს ჩანთა, რომელზეც ასეთი ნაკსოვი მქონდა, ძალიან ის იყო, დიდი მოწონება დაიმსახურა, ესე თეთრი ფერის ასეთივე ძაფით იყო ნაკსოვი და პრინციპში სტილი გავს, უბრალოდ ცოტა სახელური განსხვავებულად არის აქ. და ფორმაც ვფიქრობ, რომ ხო, ეს უფრო ნახევარმთვარეს გავს, ვიდრე ის ცოტა სხვა იყო. ხო, აქ მოვედით, ხო, უკვე ეს 2-1, სადაც ერთად იყო ამოყვანილი. ჯერჯერობით ვიდეო, ესე იგი 1 2 3 4 5. აი ახლა ნახეთ, აი ახლა აი აქ მაქვს ნიშნული. თან ამოვიღებ ამ ნიშნულს, პრინციპში ახლა აღარ დამჭირდება. ახლა ამოვიღებ მე ამ ნიშნულებს ვაკეთებთ, როცა წაღმარიგში ვგსოთ, რომ ეს ესე ვთქვათ, დავაფიქსიროთ ეს ადგილი. ახლა აი აქ ნახეთ, წინა რიგში. აი ეს შეესაბამება ჩვეულებრივად ჯერჯერობით, ხო? მაგრამ აი შემდეგს რო ამოვიყვან, აი ეს. აი ახლა ნახეთ, შემდეგი თვალი, აი ეს. ესეც უნდა ამოიყვანოთ, აბა დააკვირდით კარგად, იმედია რომ ჩანს. ეს ცოტა კი გვიშლის. აი აქვე, ნახეთ. აი ქვედა თვალი, ესა კედელი აქვთ საერთო, აი წინა რაც მოგსოვე და აი ახლა სადაც შევდივარ, ხო? აი ესე. ხედავთ, უკვე იყო იქ ძაფი აი აქ შესული. აი ეს. ეს იყო აი მნიშვნელოვანი, რომ ამიტომაც გამოვიყენე ნიშნული. კარგი, შემდეგ ჩვეულებრივ აქ არაფერი გვაქვს. ეს შუა თვალი იყო, ერთი თვალიდან ერთი რო ამოვიყვანე. აქ ჩვეულებრივ, ანუ მომდევნო კედელს და ქვემოთაც მომდევნო კედელს. ეხლა ისევ ნიშნული მაქვს. ესეც ნიშნავს, აი ახლა რო ამოვიყვან, ქვედა კედელში სადაც შევალ. აი შემდეგი თვალიც იგივე კედელში უნდა შევიყვანო მე. აბა ნახოთ, ესე ჯერ შევალ, ესე რომ გამოჩნდეს. აი ნიშნულში შევედი და მის გასწვრივ ქვედა თვალში ჩვეულებრივ, რომელიც შეესაბამება, ხო? აქ ქვედა თვალში ჯერ არ შევსულო რა ესე. მოდით მოვხსნი ნიშნულს. ესე თვალი ნამატის გარეშეა, უბრალოდ აი კედლებში შესვლა აქ პრობლემა, ესეთი ცოტა განსხვავებული უბრალოდ პრობლემაც არ არის მაინდა-მაინც. აი ესე, ეხლა შემდეგი თვალი ნახეთ, აი აქ, ჩვენ რიგში. აქ ხო ვიყავი, აი აქ და აქ იგივეში შედიხარ. აი ქვედა რიგში, კედელში იგივეში შევედი, რაც აი წინა თვალის შემთხვევაში გამოვიყენე, იგივე კედელი გჭირდებათ. აი ეს. ეს ნაკსოვი სხვა შორის ასეთი წესით გსოვა ასქელებს ჩანთას, საკმაოდ ესეთი მკვრივი გამოდის ნაკსოვი, ცოტა თხელი ძაფითაც რომ მოგსოვოთ, გაცილებით გაგისქელებთ და ესეთ სიმკვრივეს მისცემს. ეხლა ჩვეულებრივად მიყვებით, აქ არაფერი, აი სადაც უწევს, ხო, ქვედა რიგის კედელიც ისე შეხვალთ. აი ეს ზედა და ეს ქვედა. აქ 11 თვალი ქონდა გახსოვთ, ხო, თითო თვალში თითო თვალი, ეხლა იმას გავდივართ. ისე წაღმამხარეთ საბოლოოდ ხო, წაღმამხარეს ვიყენებ, ნახეთ, აი ეს იქნება წაღმამხარე. კი. ხა თითქოს ამას ხო გითხარით, რომ ეს უკუღმა მხარეა და მართლაც ესე საბოლოო ჯამშიც ესე გამოვიყენებთ. უკუღმა იმ მხრივ, რომ მატებას ვაკეთებ წაღმარიგში ყოველთვის და ეხლა ფაქტიურად არ ვაკეთებთ არანაირ მატებას. კარგით, ესე გავყვეთ. ეხლა აქ ნიშნულებთანაც იგივე უნდა გავაკეთოთ. ესე იგი ნიშნულის თვალი მის ქვემოთ კედელი და შემდეგი თვალიც იგივე კედელი იქნება, აი ქვედა რიგის კედელი.
ერთი იქნებათ ხო საერთო, საზიარო. ეს კარგი სიტყვა არის ქართულად საზიარო იქნებათ ქვედა რიგის კედელი. აი ეს, კარგი. ეხლა მოვახლოვდი უკვე ხო ნიშნულის. აბა ნახეთ უკანა კედელი, აქ შესავალება, აი ეს ჩვეულებრივ ნახეთ, აქ ვიყავი, აი აქ. ხო, აქ. ეს ამოვიყვანოთ. და ეხლა აი სადაც იყავით, აი ეს ქვედა კედელი, ისე უნდა გამოვიყენოთ, ესე იგი ხა აქ ხო ვიყავით აი ამ თვალში. ეხლა მომდევნო თვალი აი აქ, ერთი კედელი. ესე ქვედა აი იგივე, რაც წინა თვალს ჰქონდა. ეხლა მეგონი უკვე მიხვდით და პრინციპში უკანა რიგები ყოველთვის ასე უნდა მოგსოოთ ხოლმე. ეს. ეხლა შემდეგი თვალი და მისი ესე იგი პარალელურად რაც ქვედა რიგშია. ეს. აქ არისო მატება, ამიტომ აი ისე მატების ადგილი ეს თვალი მისი შესაბამისი ჯერჯერობით ესე ადვილად იქცევა აქ. მაგრამ მომდევნო თვალი იქნება აი საზიარო ქვედა კედლით. აი ისე ნახეთ, აქ ხო ვიყავით, ხო? აი აქ მომდევნოში და აი იქით, ანუ წინა თვალს რა კედელიც ქონდა ქვედა რიგში, აი მასთან საზიარო იქნება ქვედა კედელი. კარგით. ეხლა აქ უკვე თითო თვალში თითო თვალი გვაქვს, ჩვეულებრივ, მათ თავთავისი პარალელური კედლები აქვთ ქვედა რიგებშიც. აი ესე. ხო. ხასი თუ შეხედავთ, აი ესეთია, ნახეთ. თითქოს ნახევრად ზემოდან და უკან, აი ესე გსოვთ, ზემოთ და უკან, ესე უყურებთ. წინა მხარეს არც უყურებთ, ესე ბოლოს ცოტა განმოტრიალდება ხო. აი ესე, გავედით ეხლა ბოლოში, უბრალოდ ბოლო, აი ეს ეხლა მნიშვნელოვანია, თავიდან გახსოვთ, გამოვტოვეთ აქ ერთი თვალი, ხო? ყოველ რიგში უნდა გამოვტოვოთ კიდურა თვალი. ამიტომ თავიდან ტოვებთ ხოლმე, ანუ skip გადახტომას ვაკეთებთ. ხოლო ბოლოს ნახეთ, აი ნიშნულის და მის წინას ამოვიყვანთ ერთად. ნახეთ? აი ესე. ეხლა ამას თავისი კედელი აქვს ქვემოთ, ამ შემთხვევაში ეს ნიშნული სხვა რამეს გვეუბნება, ხო, ვიდრე მაშინა. აი, ნახეთ, ამას თავისი ქვედა კედელი აქვს. ცალ-ცალკე არიან. უბრალოდ აი ესე და ნახეთ სამი ძაფი რო გაქვთ ერთად. აი ეს. ესე თქვათ მოკლება ესეთი გადახტომა თითქოს გავაკეთეთ და ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად მოტრიალებისას, ხო? კარგით, გადავედით შემდეგ რიგზე. ესე იგი, ხა რიგებს თუ გადავთვლით პირველი, მეორე, მესამე იყო და ეხლა მეოთხე რიგზე ვართ, ესე თუ გადავთვლით. აქაც რა თქმა უნდა პირველ თვალს ტოვებთ, ანუ ესე იგი ბიჯის თვალი, რომელიც არის თავისუფალი, იმის შემდეგ აი ამას ტოვებთ და აი აქ. აი ამის ნაცვლად შედიხართ აი აქ. ესე იგი, ეხლა ჩვენ მოგხსოვთ 5 თვალს. აი ესე დაიკავეთ და ეხლა რო არ შეგეშ, აქ მეგონი არ შევხვალთ, ხო? აი ჩანს რომ ეს უფრო ისეა ბუნებრივად ის აი ქვედა კედელი, ხო? ეს ნიშნავენია რომ სწორად შეხვიდეთ აი ქვედა რიგის კედელშიც. აი ესე, ეხლა 5 თვალი გვჭირდება. 1, ეხლა აქ ნიშნულს გავაკეთებ მაინც. ანუ შემცირდა რაოდენობა თვლების და ამიტომ ესე გვექნება 1, 2, 3, 4 და 5. თითო კედელი მისი მოპირდაპირე ქვედა რიგშიც კიდევ კედელი ასე იყო. ანუ ნახეთ, ეს ლამაზად ჩარიგდა. ეხლა ამ 5 თვალის შემდეგ, აი ეს 1, 2, 3, 4, 5. მომდევნო აი ამ ადგილას უკვე გააკეთებთ მატებას. აი ოღონდ აი ესევე მატება, ნახეთ, როგორც წინა შემთხვევაში გახსოვთ წაღმარიგში მხოლოდ ერთი კედელი ქონდა, ეხლა 2 გვაქვს, ხო? ამიტომ ორივე კედელში. აი ესე. თავისი კედელი აქვს ამას. მოყავს 2 თვალი. 1 თვალი ნამატის გარეშე, იგივე ადგილიდან. მეორე თვალი ნამატის გარეშე. ეხლა აქაც ნიშნულს ვაკეთებ იმისთვის, რომ შემდეგ რიგში, უკუღმა რიგში რო იქნები, აი ეს 2 თვალი, აი ასე მოიქცევა, ნახეთ, აი აქეთ რო ვიქნები,
ეს ნახეთ, ნიშნულის თვალი. აქ კედელში რო შევალ და აი აქ, ნახეთ, აი აქ. შემდეგი თვალიც აი ესეც აქ უნდა შეხვიდეთ, ესე უნდა ამოიყვანოთ, ხო? ანუ ამათ აქვთ საზიარო წინა რიგის კედელი. ამისთვის ვაკეთებ ესე იგი ნიშნულის და შემდეგი თვალი, აი ესე, ხო? ესე დავემახსოვროთ. ნიშნული და შემდეგი თვალი, ყოველთვის ესე მექნება. ეხლა აქ გვხსოვთ ჩვენ ორ თვალს ჩვეულებრივ მომდევნო თვლებში. აქ ამას თავისი ის აქვს, კარგად შევხედოთ, ნახეთ, აი ეს თავისი აქვს. ეს იქით იყო, ხო? პარალელური კედელი, ესე თქვა, წინა რიგის. ერთი, შემდეგ აი ეს ნახეთ, ამას თავისი აქვს ქვემოთ. მეორე. ანუ წაღმა რიგში წესით ყველა აი ამ თქვენ თვალს შეესაბამება აი ქვემოთ თავისივე კედელი. ეს წაღმა რიგში და უკუღმა რიგში გაქვთ, რომ იქ სადაც მატებები გააკეთეთ, იქ უკვე აღარ არის ესეთი შესაბამისობა. კარგი, აი ახლა ნიშნული იყო ბოლო მატებაზე, ხო? აქ ამის შემდეგ 1, 2 თვალი მოგხსოვეთ, თითო თვალში თითო. ეხლა ისევ მატება. აი ესე იგი. ვნახოთ აი ეს კედელი. აქაც თავისი კედელი აქვს ჩვეულებრივ ქვემოთ. უბრალოდ 2 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. 1 და იგივე ესეთი წვილიდან, ხო? კედლების წვილიდან მეორე. აი ესე. და მეორეზე როგორც წესი ვაკეთებ ხოლმე ნიშნულს. იმიტომ რომ ესე იგი უკანა რიგში აი ეს ნიშნულის და მისი მომდევნო აი ქვედა კედელში ერთში შევლენ. ერთიდან ერთი საზიარო კედელი იქნება ქვედა რიგის. კარგი. ეხლა ისევ 11 თვალი არის, აი ეს ნახეთ, აი ეს რო დაიმახსოვრეთ, აქ არის ყოველთვის 11 თვალი. ნახეთ, აქ თუ შეხედავთ და აი ეს 11 თვალის, ნახეთ, აქ არაფერი ზრდა არ ხდება, მხოლოდ აი ამ წერტილებში აქვს და აი აქ რაღაც გვერდებში. კარგით. ახლა მოგხსოვთ ეს 11 თვალი, ისევ ესეთი წესით, რა თქმა უნდა, აი მომდევნო თვალი და მისი ქვედა რიგის ესეთი კედელი. მაგრამ თითოში თითო მატების გარეშე. განავთვალოთ ნიშნულის შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და კიდევ 1 11 შემდეგ ისევ მატება გვაქვს, ხო? აი აქ 1 და 2 მეორეზე ვაკეთებთ ნიშნულს. ეხლა ისევ, აი ესე იგი, აქ როგორც ხედავთ, მატებებს შორის, აი აქ 2 თვალი იყო, ხო? ნახეთ, მატება ხო არ 1 2. აქაც მატება იყო, ისევ 2 თვალი, ესეთი თითო თვალში თითო. ერთი მეორე, ესე ცალ-ცალკე, ხო? და ისევ მატება. აი ესე 1 და იგივეში, ანუ იგივე წყვილში, ხო? წყვილში შევდივართ. მეორე. აი ესე. აქაც მეორე თვალზე ვაკეთებ ნიშნულს. და შემდეგ რიგში ეს გამოგვადგება. ეხლა აქ წესით უნდა გქონდეთ 5 თვალი. 1 და კიდევ პლუს ბოლო თვალი. 2 3 4 და აი ეს მეხუთე, ხედავთ ხო? ხედავთ, მეხუთე
და კიდევ ერთი თვალი. ეს როგორც წინა შემთხვევაში, აი ეს ორი კედელი ესე, ეს მეხუთე იყო და აი ბოლო თვალიც, ნახეთ, იქაც ორი კედელია. ესენი ერთად. ერთი თავისუფალი თვალი და მოტრიალდით. ახლა უგუღმა რიგში ვართ, ხო? სადაც აი ეს ადგილები უნდა გავითვალისწინოთ, აქ რაც ესეთი მნიშვნელოვანია. კარგით. ესე იგი, ახლა ვაგრძელებთ ისევ ბიჯის შემდეგ თვალს ტოვებთ, აი ამ თვალს ტოვებთ და აი აქ პირველი თვალი. აქ დავაბრუნოთ ნიშნული. და ნიშნული ყოველთვის ეს არის საჭირო, ასე ვთქვათ, რომ იცნოთ ეს ბოლო თვალი. ეს ერთი, აქ გადათვალსაც არ აქვს მნიშვნელობა, თითქოს ესეთი წვილწვილები ნახეთ, ანუ აქ არ არის ერთად ესე საზიარო არ აქვს აქ. აი ესე. სანამ ნიშნულამდე არ მიხვალთ, აი ესეც. ესე ძალიან ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ ხოლმე ის შესაბამისი პარალელური ქვედა რიგის ძაბები. ეხლა უკვე ნიშნულზე ვართ, ნიშნულის ეს კედელი, იმის შესაბამისი. ეხლა ეს რაც გვეუბნება, რომ ნიშნულის მომდევნო თვალიც აი ამ კედელიდან ანუ ქვედა რიგში ეს კედელი უნდა გამოვიყენოთ, ხო? ერთი. მოდით მოვხსნიან ნიშნულს. ესე იგი მომდევნო თვალი და აი იგივე კედელი ნახეთ, აი ეს ცოტა თითქოს დახრილად ესე უნდა დაიკავოთ. აი ესე. შემდეგ ორი თვალი ქონდა ჩვენ აქ მატებების გარეშე, ნახეთ, ამათ არ აქვს არანაირი პრობლემა, თავისი კედელი აქვს ქვედა რიგშიც და ერთი და ეს მეორე. ახლა ისევ ნიშნულის ადგილი. ახლა მე მგონი შემდეგში უკვე თქვენ ამ ნიშნულებსაც მიხვდებით, ანუ უყუღმა რიგებს მე მგონი აღარ გაჩვენებთ, ხო, სულ ერთნაირი წესით იქცევება, აი ნიშნულის თვალი და მისი ქვემოთ შესაბამისი კედელი, ხო? აი ესე. და მომდევნო თვალი და ისევ აი ეს პირველად აი ეს წინა რიგის ის თვალი, რომელიც აი ამ თვალისთვის გამოვიყენე, ის კედელი გჭირდება. აი ეს. ეს არის უყუღმა რიგის ესეთი თავისებურება. შემდეგ ჩვეულებრივ, აი ნახეთ, თავისი, აქ უკვე 11 თვალი ქონდათ, რომელთაც თავთავისი კედლები აქვს ქვედა რიგში. აი ესე გაყევით ახლა. მოდით ბოლომდე გაჩვენებთ კარგით ამ რიგსაც და მერე ყველა უყუღმა რიგი ასეთი წესით იქცოვება. აი როგორც გაჩვენებთ მოტრიალებისას აუცილებლად ტოვებთ ერთ თვალს, გადაახტებით და მერე იწყებთ და ასევე ბოლო თვალის შემთხვევაში იმას ბოლო თვალს გსოვთ მის წინა თვალთან, ესე ვთქვათ, მოკლება თითქოს გამოდის ორი თვალი ერთად. ოღონდ შედიხართ აი ესეთ კედლებში, ორ კედელში, როგორც ახლა შედიხართ, ხო? ამას გაჩვენებთ ახლა და მერე უკვე უყუღმა რიგებს აღარ მოგხსოვ ხოლმე, უბრალოდ ნიშნულები იქნება, უფრო წაღმა რიგებს გაჩვენებთ. იქ არის მნიშვნელოვანი, რომ მატება სწორად გავაკეთოთ, სწორ ადგილებში. აი ესე და აი ხა მოვახლოვთ ისევ ნიშნულებს. ეს ნიშნული. ნახეთ და მისი აი ცოტა თითქოს წაძრულია, იმიტომ რომ აქ უკვე ვიღავი ხო ქვედა რიგის კედელზე. აი აქ შესაბამებამთან. ესე პირველ ნიშნულს აქვს მომდევნო ჩვეულებრივ კედელი. ხოლო ეხლა რომ მოვხსნი ამ ნიშნულს, აი შემდეგ თვალს, ნახეთ, აი აქ ხო ვიყავი, აქ ვიყავი. აი ეს არის შემდეგი თვალი. ამას უკვე შეესაბამება იგივე, რაც ნიშნულის თვალს ქონდა ქვემოთა რიგში. კედელი, ხო? აი ეს. ეხლა მომდევნო ორი ერთად, ეს ჩვეულებრივად თითო კედლები აქვთ ამათ. აი ესე. აი ესე. და ეხლა ისევ ეს ნიშნული თავისი შესაბამისი ქვემოთ რიგში. ეს თვალი ნამატის გარეშე და ეხლა შემდეგი თვალი. აი ისევ იქ. ხედავთ? აი იქ სადაც იყო პირველი, აი ეხლა ნიშნული რომ მოხსენი, აი თვალის
ეს სადაც ქვემოთ ჩავედი, ხო, ქვედა რიგის კედელი, ამასაც იგივე კედელი აქვს. აი ეს. კარგით, აი ესე. ახლა ჩვეულებრივ რამოდენიმე თვალი დაგვრჩა. აი ეს აქ არ შევსულართ ქვედა მხარეს, ნახეთ, ეს არ გეგონოთ, რომ მე სადაც შევდიოდი. აი აქ ნახეთ, როგორი ბევრი თვალები გამოდიან აქედან. ხო, აქ არ შევსულარ, ამიტომ ამას ეს შეესაბამება. ამას აი ეს. აქ უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ბოლო ორი თვალი, ყველა რიგში, წაღმა რიგშიც, ზოგოღმა რიგშიც, ბოლო ორი თვალი, აი ნიშნულის და მის წინა აუცილებლად როგორც ორი თვალი ერთად, ანუ ესე იგი, როგორც გსოთ, ამოიყვანეთ, ჯერ არ ბოლომდე არ გსოთ, შემდეგ ნიშნულის, აი ეს ნიშნულის თვალი, მისი შესაბამისი ქვემოთ კედელია, აი აქ ამოიყვანეთ და ეს სამი თვალი ერთად. აი ესე ყოველ რიგში ესე უნდა დააბოლოოთ და ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად. წაღმა რიგშიც ასევეა, უკუღმა რიგშიც ასევეა გასაკეთებელი. აი საკმაოდ მტკიცე ნაკსოვია და ძალიან ისეთია. კარგი ძაფია მოკლედ. კარგით, აი ესე გვაქვს. ეხლა ისევ წაღმა რიგზე ვართ, აქაც ვაკეთებთ მატებებს აუცილებლად. ეს ბიჯის თვალი, მისი მომდენო ვტოვებთ და აი აქ აი ესე. ნახეთ. აი აქ არის საშიშროება, რომ შეიძლება აი ესე შეხვედეთ. აი მოკლედ აქ უნდა ძალიან ესე როგორც ითხოვს, ხო? აი ესე უნდა შეხვედეთ მოკლედ. აქ ამოყვავს ახლა სამი თვალი, არა, მე მგონი ჯერ 4, ხო? ანუ ყოველ რიგში კლებულობს აქედან რაოდენობა თვლების. 1 2 არა 4-ია ჯერ. 3 და 4. ეს სხვათა შორის ისეთი რაღაცა ჯობია რომ აი როცა გსოვთ, აი ჩაწეროთ, აი აქ რამდენი თვალი ქონდა თქვათ ბოლოს. იმიტომ შეიძლება მე გააგრძელოთ ხოლმე სხვა დროს და რო არ დაგავიწყდეთ სად იყავით, ხო? იმიტომ რომ შემდეგს როგორ გააგრძელებთ თუ ეს ну შეგიძლიათ პრინციპში ვიდეოზე მიყვეთ, მაგრამ აი თუ თქვენ უკვე დამოუკიდებლად გინდათ ესე გსოვოთ, ჩაწერეთ, აი ქონდა დავიწყეთ 6 თვალით, მე იყო 5, ეხლა 4-ია. აი ხა პირველ თვალზე მოდით ნიშნულს გავაკეთებ მე ეს. პირველი თვალი არის მნიშვნელოვანი. ესე იგი 1 2 3 4. ეხლა ამ 4 თვალის შემდეგ გვაქვს მატება. ანუ აი ესე ერთი თვალი იგივე წველიდან, ესეთი კედლების წველიდან მეორე თვალზე ვაკეთებთ როგორც ყოველთვის ნიშნულს. ეხლა გვექნება შუალედი 3, აქ 3 თვალი გექნებათ მომდევნო მატებამდე. და აქ შეხედეთ კარგად უკან, აი აქ, ხო? ჩვეულებრივ აქ წესით ყველა თვალს აქ შეესაბამება რაღაც კედლები თავთავისი, ანუ წაღმა რიგში არ არის რომ ისა საზიარო კონდეთ ქვედა რიგის კედელი. 1 2 თითო ესე წყვილში თითო 3. აი 3 თვალი მოგსვე ნიშნულის შემდეგ. ხო? აი ეს. ეხლა ისე მატება. 1 და იგივე წველში მეორე. აქ ვაკეთებთ ნიშნულს. ეხლა ის 11 თვალია. ნახეთ, აი ესე იგი ორ ადგილს გაქვთ აქ მატება, შემდეგ 11 თვალი და კიდევ 2 ადგილი აქეთ მატება. ეხლა 11 თვალი, ესე ვთქვათ, თითო თვალში, თითო წყვილში, კედლების წყვილებში, თითო თვალი ნავადის გარეშე. აი ეს მიყევით. ვნახოთ ნიშნულის შემდეგ. 1 2 3 4 5
11 და მომდევნო თვალში მატება 1 2 აქვე ნიშნული მეორე თვალზე ეხლა ისევ 3 თვალი შუაში ესეთი თითო თვალში თითო თვალი 3 ესე იგი მატებას და მატებას შორის გაქვთ 3 თვალი ანუ ამ გვერდებზე შუაში 11 ესე იგი ნიშნულის შემდეგ 1 2 3 და კიდევ მატება 1 2 მეორეზე ნიშნული რომელიც გამოგვადგება უგუღმა რიგში რომ სწორად მოგხსოვთ ეხლა აქ ჩვეულებრივ თითო თვალში თითო თვალი სანამ აი ბოლო 2 თვალი რო დაგრჩებათ იქ უნდა გავაკეთოთ ესე ვთქვათ მოკლება თითქოს როგორც გადახტომა იყო თავიდან ხო იმის შესაფარი ფერის იქნება ესე ვთქვათ ესე კი აი 2 თვალი დამრჩა 1 ბოლომდე არ გსოთ ხო ეს თქვენი ნიშნულის თვალი და მისი აი ქვემოთ იქვია აი ეს ქვედა კედელიც იქვია აი ესე და ერთად 3 თვალი ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით ეხლა უგუღმარიგია და როგორც გითხარით აღარ გაჩვენებთ ხო უგუღმარიგს ესე კი იცით რომ ნიშნულის უკანა კედელი და ქვემოთა რიგის რაც შეესაბამება ეს ქვემოთა კედელი იქნება საზიარო მომდევნო აი ნიშნულის შემდეგ მომდევნო თვალი და აი ეს კედელი ერთად ეს შემდეგ ჩვეულებრივ თითო წყვილად მერე ისევ ნიშნულის და თავისი ქვედა კედელი და მომდევნო თვალის ესე იგი ეს კედელი იგივე აი ერთი ექნებათ ამ ორს ხო საზიარო ქვედა ანუ ქვედა რიგს გულისხმობ აი ეს ნახეთ აი ეს ძაფები რო ჩანს ხო კარგი აქ პირველი აუცილებლად უნდა გამოტოვოთ ესე იგი ბიჯის თვალი გაქვთ და მისი მომდევნო უნდა გამოტოვოთ და აი აქ ხო აი ეს აქ შეგიძლიათ ნიშნული მაინც გააკეთოთ ირჩევთ ყოველთვის კარგი და ესე გაყევით ახლა უგუღმარიგი როგორც ორჯერ მოგხსოვეთ და აი მსგავსად არის ზუსტად ისე მოგხსოვეთ თორია რიგის ბოლოშიც აუცილებლად მოკლება გააკეთეთ შეესაბამებოდეს აი აქ როგორც გამოტოვეთ თვალი